მონასტრის კედლებში ნაპოვნი სიმშვიდე და მდგომარეობაში მყოფი დედა ეკატერინე. რამდენი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია ამ დროს ადამიანს, თუნდაც პოლიტიკური გაკვეთილებისთვის მზადება. ჩვენი გადაცემის მომდევნო სტუმარი არის სოციოლოგიურ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი მეგრელიშვილი და პოლიტიკური გაკვეთილების ავტორი. ეს არის წიგნი, რომელიც ირაკლიმ დაწერა, რომლის პრეზენტაცია მარტის თვეში შედგა. ირაკლი, დღემშვიდობისა, მოგესალმებით. მოგესალმებით და თქვენსაც აქვს თუ გავითვალისწინებთ, ამიტომაც მიჩნდება ეს კითხვა, რატომ გაგიჩნდათ საერთოდ სურვილი, რომ ამ თემაზე წიგნი დაგეწერათ? ამ დროს ალბათ არც იყავით დაბადებული 9 აპრილს. 5 წლის ვიყავი, მამაჩემი მონაწილეა 9 აპრილის და ჩვენ ოჯახს გაუმართლა, რომ ის ცოცხალი დაბრუნდა, სამწუხაროდ ცხებს არა და უსამძიმრებ ყველა მათგანს. და ყველა ჩვენთანგანს გვაქვს ჩვენი ესე ვთქვათ პერსონალური გამოცდილება ან რაღაც მეხსიერება 9 აპრილთან დაკავშირებით და ჩვენი თვალსაჩინო რუსთაველის გამზირზე არის ხოლმე, მაგრამ მე მინდა და ამ წიგნთაც მე შევეხე არა მარტო იმ ამბებს, რაც პერსონალურად ჩვენ გადაგვხდა, არამედ გლობალურად იმ კონტექსტს შევეხე, რაც იმ პერიოდში იყო და მინდა რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ დღეს, იმიტომ რომ ის რაც მოხდა აქ საქართველოში, ეს ტრაგედია არ იყო მხოლოდ ქართველებისთვის, ესე ვთქვათ თავს გადახდენილი, ეს იყო კრემლის ზოგადი კომპლექსური მიდგომა, რათა ეროვნული მოძრაობები გაეტეხა. და იმ პერიოდში და შემდეგაც ბევრი იყო საყვედურები, რომ შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება და ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ რაღაც მხოლოდ გარკვეული დროით. იმიტომ რომ ბატონი გაკოსაციანი იყო ჩვენი სტუმარი და მანაც იგივე გაიმეორო, რომ შეიძლებოდა რაღაც სხვა თარიღი ყოფილიყო, მაგრამ ამისგან თავის დაძვრენა არაფრით არ გამოვიდოდა. დიახ და განსაკუთრებით ჩვენთვის სამაგალითო იყო მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნების ეროვნული მოძრაობები, რომლებიც გაცილებით რაციონალურად, ნაკლები ემოციებით იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ იქაც კი ლიტვაში და ლატვიაში მოხდა რამდენი მსხვერპლი იქაც მოხდა. მანამდე იყო ყაზახეთში, იყო ბაქოში, ასევე სადაც დიდი მსხვერპლი იყო 100-ზე მეტი დაიღუპა. ასე რომ ეს იყო კრემლის კომპლექსური მიდგომა, რათა ეროვნული მოძრაობები ესე ვთქვათ გაეტეხათ. ამას მოყვა რეპრესიებიც და რეპრესიების შედეგად ძირითადად ადვილად გატეხეს შუა აზიის ქვეყნების, ბელორუსიის, უკრაინის ესე ვთქვათ ეროვნული მოძრაობები, მაგრამ კავკასიაში და ბალტიისპირეთში ეს ვერ მოხერხდა და კავკასია ესე ვთქვათ გახვიეს შემდეგ უკვე დამატებით კიდევ ომებში და ეს ეროვნული მთავრობებიც დაამხეს და მოკლედ ჩვენ ესე ვთქვათ თავისუფლების ფასი ესე სისხლით გვაწევინეს. ასე მოვიპოვეთ. ირაკლი, ყველაზე მძაფრად მაინც ისტორია გქონდებათ, რაც თუნდაც მამა გიყვებოდათ აი იმ დღეებთან დაკავშირებით. ჩემი ესე ვთქვათ, რადგან 5 წლის ვიყავი თითქმის, ესე ვთქვათ, მეხსიერება სწორედ ალბათ მაგ პერიოდიდან იწყება. ჩვენ დილით ველოდებოდით მამას, მაშინ ტელეფონები არ იყო მოგეხსენებათ, ჩვენ ვიცოდით რომ მამა იქ იყო, კიდე მეზობლებიც იქ იყვნენ გასულები და ველოდებოდით ქუჩის დასაწყისში გვახსოვს და მაშინ უკვე დარბევა მოხდარი იყო, მამა თურმე სხვა მეგობრებთან ერთად იყო სხვაგან წასული და მოგვადგნენ რუსეთის ესე ვთქვათ ჯავშან ტრანსპორტიორები, რომელზეც სამხედროებულები იყვნენ რუსები და იქიდან მოგვაძახეს დროზე სახლში, გაიქეთ ბისტრა და ესეთი რაღაც მოგვაძახეს და მე და დედა რომ გავრბოდით ეს მახსოვს და სწორედ ამ ეპიზოდით ვიწყებ ამ წიგნსაც და შემდეგ უკვე მოვუყვები მთელი საქართველოს ქართველებს ესე ვთქვათ 2012 წლის შათვლით. ვისთვის არის ეს წიგნი მაინც განკუთვნილი? აი თქვენ იმ ასაკის ადამიანი ხართ, ვინც 5 წლიდან გახსოვთ მეხსიერება, მამას ისტორიები, ვისთვის არის ეს წიგნი განკუთვნილი და რა უნდა იცოდეს ახალმა თაობამ 9 აპრილის შესახებ? რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ტკივილიანი დღე, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება, მით უმეტეს ჩვენ და ჩვენმა მომავალმა თაობამ. იმ გაგებით რომ უფრო მეტი იცოდნენ ამ ამბების შესახებ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, სწორი შეფასება და სწორი თაობაც არანაკლები ინტერესდება ამ წიგნით კითხულობენ და სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებენ ამა თუ იმ მოვლენებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ერთია რასაც ჩვენ ხედავდით იმ მომენტში, ან დაუშვათ მონაწილეები იყვნენ, მაგრამ მეორე არის შეგვეხედა გლობალურად რა ხდებოდა ამ პერიოდში მსოფლიოში, რა გლობალური და გეოპოლიტიკური გადანაწილება იყო და თუ ნებას მომცეთ ამაზედაც გავაკეთებ აქცენტს. მაგალითად იმ პერიოდში მიდიოდა აქტიური მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კრემლს შორის იმის შესახებ, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარებულიყო. ამ მოლაპარაკების შედეგად ცივი ომი დასრულდა. კომუნისტურმა ესე ვთქვათ იდეოლოგიამ კრახი განიცადა, რაც უდიდესი მიღწევა იყო დასავლური ცივილიზაციისთვის, ხო? ამასთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაც გათავისუფლა კრემლის მარწუხებისგან, ბერლინი გაერთიანდა, აღმოსავლეთ გერმანიაც გათავისუფლდა და აქტიური მოლაპარაკებები მიდიოდა, რომ ბალტიისპირეთიც გათავისუფლებულიყო, იმიტომ რომ იმ პერიოდში ამერიკას არასოდეს არ ქონდა
ესე ვთქვათ ბალტიისპირეთი ცნობილი როგორც საბჭოთა კავშირის წევრები. მაგრამ აქ ამ მოლაპარაკებებში არ განიხილებოდა მაშინ არც საქართველო, არც კავკასიის სხვა ქვეყნები და ეს ქვეყნები უნდა დარჩენილიყვნენ, ესე ვთქვათ, კრემლის გავლენის ქვეშ, თუმცა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებით და ახალი ფორმით. რა თქმა უნდა, დემოკრატიის გზას უნდა დამდგარიყო რუსეთი და ესე ვთქვათ, შექმნილი იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომელშიც გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ ეროვნული მოძრაობის წევრები, იმიტომ რომ იმ პერიოდში ვერ წარმოიდგენდა, რომ DST ეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა არ გახდებოდა რამე ეფექტიანი ორგანიზაცია და ის არ იქნებოდა პირდაპირ საბჭოთა კავშირის, ესე ვთქვათ, ისეთი მემკვიდრე, როგორც თვითონ ეს საბჭოთა კავშირი იყო, ხო? ამიტომ წინააღმდეგები იყვნენ. რუსეთმა და ესე ვთქვათ, მოსკოვა ამ პერიოდში იმ გაგებით, რომ ეს აღმოსავლეთ ევროპა დათმო ბალტიისპირეთს, სადაც მიდიოდა მოლაპარაკებები, ხომ? საკმაოდ თავის გადმოსახედიდან ბევრი რამ დათმო. ამიტომ ის აღარ აპირებდა დანარჩენი სახელმწიფოების, ესე ვთქვათ, სრულ თავისუფლების დათმობას. და ეს სამოკავშირეო ხელშეკრულება სწორედ ამას გულისხმობდა. ამისთვის უნდა დარჩენილიყო საქართველოში სამხედრო ბაზები, რუსეთის სამხედრო ბაზები და შეენარჩუნებუნა ეს კრემლის, ესე ვთქვათ, ელიტა რაც იყო, დაუშვათ, რომელსაც ასევე წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის დანგრევაში და ესე ვთქვათ, კომუნიზმის დამარცხებაში, მათ უნდა გადაენეწილავინა თავიანთი წარმოშობის მიხედვით ესე თუ ის ქვეყანა, მაგალითად ალიევი აზერბაიჯანში იყო, შევარდნაძე საქართველოში. ამით კრემლი ფიქრობდა, რომ შეინარჩუნებდა გარკვეულ გავლენას, მაგრამ მოგეხსენებათ ეროვნული მოძრაობა ყველა ამ პირობის წინააღმდეგ მიდიოდა და ამიტომ ჩვენი ესე ვთქვათ დაბადებაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაბადებაც იყო ძალიან მტკივნეული, ძალიან სისხლიანი, გულდასაწყვეტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იმედით უყურებდა რომ ყველაფერი კარგად და მშვიდობიანად იქნებოდა, მაგრამ პირიქით დაგვატრიალეს ესე ვთქვათ და ირაკლი ახალგაზრდის თვალით დანახული და შეფასებული ისტორია. რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა იმ დროს და რა იყო ყველაზე ალბათ სწორი ნაბიჯი სულ? ყველაზე დიდი შეცდომა იყო, მე ვფიქრობ, ეროვნული მოძრაობის წევრებს შორის პიროვნული დაპირისპირებები, რომელმაც დღესაც იგივე ხდება პრინციპი. ეს რადიკალიზაცია, სიტუაციის რადიკალიზაცია იმ პერიოდში, ესე იგი ჩემი კვლევებით გინდება, რომ არის რაღაცა სამი მიმართულება, ესე ვთქვათ, ყოფილი კომუნისტები, რომელიც როცა მემარცხენე პარტიები იყვნენ ზომიერი პარტიებიც, მაგალითად ნოდარ-ნადაძის სახალხო ფრონტი იყო, რომელიც ცდილობდა, რომ ყველა არსებული, ესე ვთქვათ, ქვეყანაში არსებული თუ რამე პოლიტიკური ძალა იყო, ან სურვილი ჰქონდათ, ყველა გაერთიანებინათ და ეს პერიოდი დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდი ყოფილიყო, ესე ვთქვათ, უფრო ხავერდოვანი და უფრო მშვიდობიანი. და იყვნენ ასევე რადიკალებიც, რომლებიც არანაირ, ესე ვთქვათ, კონსოლიდაციაზე თანახმანი არ იყვნენ. და ამ რადიკალებში ეს მისო დიდი სიმართლე მათ მხარეს იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ რადიკალებშიც ერთმანეთში ძალიან დიდი დაპირისპირებები მოხდა შემდეგ და ეს ყველაფერი პიროვნული დაპირისპირებებიდან სხვადასხვა საძმოები რო იყო ეს ყველა პოლიტიკურ პარტიას ყავდა თავისი შეიარაღებული დაჯგუფება და ამის გაუქმებას შემდეგ უკვე როდესაც პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია, ამის გაუქმებას კიდევ უფრო დამატებითი სამოქალაქო დაპირისპირებები მოყვა, ხალხი შიმშილობდა იმის გამო, რომ მხედრიონის ლიდერები გაენთავისუფლებინათ და დაუშვათ ეს უკანონო ფორმირებები ისევ შენარჩუნებული იყო ამ დროს, როდესაც საქართველო უკვე დამოუკიდებელი იყო და პრეზიდენტი თავაზობდა ყველას, რომ ერთიანი ეროვნული გვარდია შეუქმნათო, ხო? ასე რომ აი ეს აუტანლობა და ის შური, რომელიც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყო, მე ვფიქრობ, მიიყვანა ქვეყანა დამღუპელ გადატრიალებამდე, სამხედრო გადატრიალებამდე, რომელშიც რა თქმა უნდა რუსეთიც იყო ჩართული, მაგრამ რომ არა ქართველების ესეთი ხელშეწყობა, ესეთი ემოციური ხელშეწყობა, ესეთი არარაციონალური ხშირ შემთხვევაში და მხოლოდ ემოციებზე დამყარებული, ვიცი, კარგი იქნებოდა, რომ აგვერიდებინა ეს ყველაფერი თავიდან და ვწუხარ, რომ ეროვნული მოძრაობის ბევრი ლიდერი, არა ყველა, რა თქმა უნდა, არ იყო ესეთი მაღალი პოლიტიკური კულტურის, რომ ეს აგვერიდებინა თავიდან და ამაში არ შედის, რა თქმა უნდა, მერაბ კოსტავა, რომელიც იყო, ესე ვთქვათ, ეროვნული მოძრაობის გარკვეული საყრდენი, ეს ნეობრივი საყრდენი და ის კიდე ახერხებდა ამ შიდა კულუარული დაპირისპირებების შეკოწიწებას და ესე ვთქვათ, გარეთ არ გამოდიოდა დიდად, ხო თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთი ვიდეო გამოვიდა გარეთ ღირსების სასამართლო დანარჩენი მოსახლეობამ ეს ძირითადად არ იცოდა. მაგრამ აი სწორედ მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ ეროვნული მოძრაობა უფრო აირია, უფრო ერთმანეთის წინააღმდეგ განეწყო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ სამწუხაროდ. კი ბატონო, ესეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორია. უღრმესი მადლობა ირაკლი სტუდიაში მობრძანებისთვის. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, აი ამ ურთულესი პერიოდის შემდეგ ძალიან მალე დაახლოებით ერთ კვირაში იწერება სიმღერა, რომელიც ხდება რაღაცა, აი სიხარულის ნაპირწყალი, მომდევნო ნაბიჯის გადადგმის სურვილს უჩენს ყველას და ეს
სიმღერა ხდება მელოდია თავიდან და ყურიდან არასდროს ყურიდან არ გამოდის ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები ყველა შუმეროდით ამ სიმღერას. ყველანი ვნახოთ ახლა ეს კლიპი